ბაჩო ახალაიას ექსკლუზიური ინტერვიუ შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოშია და ის კურიერმა ქუთაისში ჩაწერა. სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაიას მიმართვის გავრცელების შემდეგ, სადაც ის საქართველოში დაბრუნების შესახებ საუბრობდა, რუსთავიორის კორესპონდენტი მას ტელეფონით დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა. ახალაია ვიდეო ინტერვიუსაც დათანხმდა. ყოფილი ძალოვანი თანახმაა გამოძიების ნებისმიერ შეკითხვას პასუხი გასცეს. მანამდე კი სატელევიზიო კომენტარში სხვადასხვა ბრალდებას, მათ შორის ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირებისა და დაუდგენელი მიზეზით დახარჯული მილიონობით ლარის შესახებ სასაცილოს უწოდებს. რაც შეეხება ციხის სკანდალს და საპატიმროებში არსებულ ვითარებას, ახალაია ამბობს, რომ სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის დატოვების შემდეგ მას ციხეებთან არავითარი შეხება არ ჰქონია. დღევანდელ განცხადებაში უკვე მგონი გავრცელდა კიდეც. ესეთი შექმნილი ვითარება იყო, რომლის დროსაც უბრალოდ აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ეს პროცესი არჩევნების შემდგომ ხელისუფლების გადაბარების შვიდადაც მანამ დასრულებულიყო. ვინმე ზედმეტი პროვოკაციის საშუალება არ ქონოდა, უბრალოდ რაღაც პერიოდი დამეტოვებინა ქვეყანა, იმიტომ რომ გახსოვთ არჩევნების წინა პერიოდში იყო რიგი განცხადებები, რომლებიც თავის-თავში მოიცავდა იმას, რომ თითქოს ვიღაცები რაღაც სისხლის ღვაწლს აპირებენ და რაღაც აბსურდული განცხადებები. და ერთადერთი ყველაზე სწორი გზა გამომდინარე იქიდან, რომ თან იმ დროისთვის უკვე არანაირი თანამდებობა მე არ მეჭირა, ჩაფრთხილდა, რომ სწორი იქნებოდა რაღაც პერიოდით ქვეყანა დამეტოვებოდა. ბაჩო ახალაიას ინტერვიუს სრულად ნათია ტრაპაიძე გაეცნო. ნათია, უფრო დაწვრილებით რის შესახებ საუბრობს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში? დიახ, გიორგი, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კურიერის კორესპონდენტმა სულ რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის გამოსასვლელში ჩაწერა. სავარაუდოდ ჩვენი ინფორმაციით ბაჩო ახალაია მოემგზავრება თბილისში და ის როგორც თვითონ აცხადებს, ის ქვეყნიდან გასვლას აღარ აპირებს. ზოგადად ბაჩო ახალაიასთან დაკავშირება ჩვენ გადავწყვეტეთ მას შემდეგ, რაც Facebook-ის მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა მიმართვა. ამის შემდეგ ჩვენ ტელეფონით დაუკავშირდით ბაჩო ახალაიას, რადგან მოგვეპოვებინა სატელეფონო ინტერვიუ, თუმცა შემდეგ უკვე მისი ინიციატივით მოხდა ვიდეო ინტერვიუს ჩაწერა. ბაჩო ახალაია კურიერთან ინტერვიუში საკმაოდ ვრცლად საუბრობს საკუთარ გეგმებზე. ის ამბობს, რომ რჩება ქვეყანაში და მზად არის ნებისმიერ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდში მის მიმართ გაჩნდა, გასცეს პასუხი. იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი ორგანოები დაიწყებენ შესაბამის ქმედებებს. ამხელის განმავლობაში იმდენი რაღაცა გავიგე, რაღაც პერიოდში უკვე კინაღამ მეც დავიჯერე ისეთი რაღაცები, ისეთი ინტენსივობით იყო და მე სწორედ ეს არის ჩემი ამოცანა, რომ უპასუხო ყველა იმ კითხვას, რომელიც არსებობდა, დაწყებული ამ კორუფციით, დამთავრებული უკანონო ფორმირებებით და მთელი რიგი სხვა ბრალდებები, რომლებიც რა ვიცი კიდე ციხეებს რასაც არ უნდა ეხებოდეს და თან ნებისმიერ ფორმატში იქნება ეს საგამოძიებო კომისია პარლამენტის, ასეც ესე ხმამაღლა ლაპარაკობთ, ის იქნება პროკურატურა თუ ნებისმიერი სხვა, იმიტომ რომ მე მინდა ქართულ საზოგადოებას ვთქვა, რომ დანამდვილებით ეს ყველაფერი აბსურდია. ამაში რეალობის აბსოლუტურად არაფერი არ არის. და ეხლა იქნება დრო, როცა ჩვენ ვნახავთ სინამდვილეში რა ხდებოდა და რასთან მქონდა საქმე. ამ ხელისუფლებამ შეძლო ბოლომდე აიღო ხელისუფლება ხელში, უკვე აბსოლუტურად ყველა სტრუქტურას ყველაფერს თვითონ აკონტროლებენ, უკვე თვითონ არიან ხელისუფლება და შესაბამისად ეხლა უკვე მე მაქვს ბევრად უფრო მეტი კითხვები მთელი ამ ხლების განმავლობაში რაც არსებობდა იმასთან დაკავშირებით და მგონია რომ ეხლა უკვე მათ დროა რაღაცეებზე თვითონ უპასუხო. თუ ისე თქვა რა საკითხებზე დაინტერესდა? წარმოიდგინე არა მაქვს, მე გავიგე მთელი რიგი კასკადი ბრალდებების და უსმენდი მთელი ამ ხლის განმავლობაში, რომელიც იწყება, რა ვიცი, ძალადობით, თავდება უკანონო შეიარაღებულ ფორმებებით და გადადის კორუფციაში. და არ ვიცი, ნებისმიერზე არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ყველა ერთნაირი სისულელია. კურიერთან ინტერვიუში ბაჩო ახალაიამ რა თქმა უნდა ისაუბრა ციხის სკანდალთან და იმ სკანდალურ კადრებთან მისი გვარის დაკავშირებასთან დაკავშირებით. ბაჩო ახალაიას ინფორმაციით მას შემდეგ, რაც მან დატოვა სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა და გახდა თავდაცვის მინისტრი, მას ციხეებთან კავშირი აღარ ჰქონია. როცა ვიყავი თავდაცვის სამინისტროში, მერწმუნეთ არათუ სასჯელ აღსრულების სისტემაში ჩარევისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის ამრჩებოდა დრო და არც არანაირი სურვილი არ მქონოდა იმ სისტემაში ჩარევის და თავისთავადაც არც კანონი არ იძლეოდა ამის არანაირ საშუალებას. საუბრობთ თქვენ პირადად იღებთ მონაწილეობას, არა ადამიანურად. ხო, ნუ მესმის ეგეც გამიგია, პირადად ვიღებდი ბევრ რაღაცაში მონაწილეობას, სწორედ ამაზეა საუბარი. ეხლა უნდა დაადასტუროს, საუბრობდნენ, ლაპარაკობდნენ, მე მქონდა პოზიცია, რომელიც რაღაც სახის თმენის ვალდებულებას მაგისტრებდა, ეხლა მოვიდნენ და ეს ყველაფერი დააკარგა, არცადაც არ გავგვიوار, აგერავარ, სადაც დამიძახებენ იქნებელ ნებისმიერ დროს და გავცემ ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხს. მაშინ რატო გადადექით თქვა და ამ ციხის კადრებში? ეგ იყო საზოგადოებრივი მოთხოვნა, ეგ იყო ჩემი ერთგვარი პასუხისგებლობა იმ მომენტში, ძალიან ცოტა დრო რჩებოდა არჩევნებამდე და არ იყო აბსოლუტურად რაიმე სიმართლის და რეალობის გარკვევის მდგომარეობა და უბრალოდ ნებისმიერი სხვა ქმედება იქნებოდა არასწორი და არამართებადი. ანუ ეს ხო პოლიტიკური თუ ადამიანური გადაწყვეტილება? ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობდა, რომ არჩევნებამდე რამენაირად დუმბირის ტემპერატურა იყო ძალიან აწეული და უბრალოდ ზედმეტი ფაქტორები არ უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ რამე ხელი შეეშალა ამ პროცესისთვის და
დარწმუნებულია, რომ იყო ძალიან ბევრი მსურველი იმისას, რომ რეალურად ეს არჩევნები ესე ნორმალურად არ ჩატარებულა. ბაჩო ახალაიამ სასაცილო უწოდა კურიერთან ინტერვიუში გავრცელებულ ვერსიას ყოფილი ხელისუფლებას შორის შიდა დაპირისპირებაზე საუბარია ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებაზე. ასევე მან კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ქვეყნიდან მარტო იყო გასული და იმ ადამიანებთან დაკავშირებით არ აქვს არანაირი ინფორმაცია, ვიზეთ საუბრობდნენ, რომ ქვეყანა ბაჩო ახალაიასთან ერთად დატოვა. თქვენს გადადგომას უკავშირებდნენ შიგნით გუნდში დაპირისპირებას იგივე ვანო მერაბიშვილის. რაღაც სერიოზულ კითხვებს უმკითხავთ, კარგია. რაც შეეხება სხვა ადამიანებს, ვიზეც ასევე ამბობდნენ, რომ ქვეყნიდან არიან გასულები, იგივე დავით ჭაკუა, მეგის გადავა. მე ვერავის ვერაფერს ვერ გეტყვით, აბსოლუტურად მე შემიძლია კონკრეტულად აქ საუბარია. მე ვარ როგორც ერთი დამოუკიდებელი ადამიანი, ჩემ თავზე კონკრეტულად გავცე ნებისმიერ ადამიანს ამ შემთხვევაში პასუხი. თუმცა იმედი მაქვს, რომ ნებისმიერი სხვაც მოიქცევა ისე როგორც მე. საუბარი იყო იმაზეც, რომ დევნა არის ეგრეთ წოდებული კანონიური ქურდების მხრიდან, თქო ევროპაში თუ გაქვთ ამის შესახებ. მე გეტყვით, კანონიერი ქურდებზე როცა ლაპარაკობენ და როცა კრიმინალურ სამყაროზე ლაპარაკობენ, ელემენტარული წარმოდგენა უნდა გქონდეთ, რას ნიშნავს ეს, ვინც ამაზე ლაპარაკობს. ჩვენ შევცელით ძალიან მარტივად კონკრეტულ მონაკვეთში ამ სისტემის ღვევა, რომელიც გაბატონებული იყო ჩვენ საზოგადოებაში, მაგრამ ეს არ არის დასრულებული პროცესი. თუ ეს, ასე რომ ვთქვათ, დღეს აიშოვს, ჩვენ ჩათვალეთ, რომ წყალში გადაღლილია ეს შრომა, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩავატარეთ და ასე რომ ეს საფრთხეები ზოგადად საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არსებობს. და კიდევ ერთი თემა, რომელზეც თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კურიერთან ისაუბრა, უკვე იმ პერიოდს ეხება, როდესაც ბაჩო ახალაია იყო თავდაცვის მინისტრი. საუბარია ბოლო ბრალდებაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 113 მილიონი ლარის გაფუძნებას ეხება. არავის ფული არსად არ მოუპარია. ყველაფერი ჩვენ გქონდა ისე როგორც წესი და რიგი იყო, მიმდინარეობდა ეს პროცესი და მე უბრალოდ ძალიან ის მიკვირს, რომ მე ვერ შევძლებ 2 წუთში თქვენ აგიხსნათ, მაგრამ 2 დღეში როგორ აღმოაჩინეს 113 მილიონის დაკარგვა, ეგ ძალიან საინტერესოა. ნახონ, მოძებნონ და ნახონ როგორ არის დაკარგული და ვინსაც წაიღო 113 მილიონი, პრობლემა არ არის. უბრალოდ ესეც მორიგი სიცრუეა, იმიტომ რომ ეხლა შეიძლება ადამიანს კონდეს ინფორმაცია და კონდეს იმის ნიჭი და უნარი, რომ უცებ იპოვოს სად არის უკანონო ფორმირებები, მაგრამ ასევე რაღაცა ისეთ ბუღალტრული ნიჭით იყოს დაჯილდოებული და ეგრევე 2 დღეში იპოვოს, ცოტა უცნაურია. ყოველ შემთხვევაში ამის თომას არ აქვს, რომ აი 113 მილიონი უნდა ვიპოვოთ აუცილებლად სად არის. ყველა ამ თემაზე და ასევე სხვა ბრალდებებზე, რომელიც ბოლო პერიოდში ბაჩო ახალაიას მიმართ გაისმა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მზად არის, რომ გასცეს პასუხი და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ორგანოები ასეთ ქმედებას დაიწყებენ.